მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები პოეტ ქალბატონ ცისანა ანთაძესთან სტუმრად. თუ რა გზა გამოიარა მან დაბადებიდან დღემდე, ცოტა ხანში შევიდროთ. მოსწავლეობის პერიოდში დავწერე. ადრეული მოსწავლეობის პერიოდი იყო. დაახლოებით ვიყავი 12 წლის. რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოგცა ესეთი დავალება. აბა ვინ შეძლებს ნეკრასოვის ეს ლექსი გადათარგმნოს რუსულიდან ქართულად? ვინც ამას კარგად შეასრულებს, ხვალ მაშინ შეფასების უმაღლესი ქულა იყო ხუთიანი, იმას ხუთიანს ჩაუწერო. დავბრუნდი სახლში. დავიდევი ეს წიგნი, ლექსიკონები, პარალელურად მამაჩემიც ეხმარებოდა რუსული ენის კარგი მცოდნე იყო, ბათუმში სწავლობდა პუშკინის სახელობის რუსულენოვან სკოლაში და როგორც შემეძლო, რა თქმა უნდა, გადავთარგმნე ეს ლექსი და რატომღაც უკვე თავი ცნობილი პოეტი მეგონა ძალიან მომწონდა ჩემი თარგმანი, დილით მივედი სკოლაში, ბავშვ მოსწავლეებს, მეგობრებს, თანაკლასელებს კითხე თქვენ დაწერეთ თუ არა თქო, ნუ რა თქმა უნდა უარყოფითი პასუხი მივიღე ჩვენ არ დაგვიწერია ვერ მოვახერხეთ დაწერაო მეც ველოდები უკვე ზარის დარეკვას მასწავლებლის შემოსვლა შექებას ნიშანს ხუთიანს უმაღლეს ქულას შემოვიდა მასწავლებელი და გვეკითხება აბა ვინ შეასრულა ჩემი დავალებაო მეც ვიცქირები მერხში ვეძებ ჩემ ლექსს ვეძებ სადღაც არ ვერ ხედავ ვიფიქრე ალბათ მერხის ქვეშ ჩავარდა თქო დავიხარე ისე ვეძებ ისე გამოვაღებ უჯრას ამ დროს ჩემი თანაკლასელი დგას და კითხულობს თურმე დაუწერი ახალი ლექსი თარგმანი ამ ლექსის თარგმანი და დამთავრდა ეს ყველაფერი და მასწავლებელი მეუბნება რა სწრიალებ ვაგერ ბავშვ რა კარგად უთარგმნია ვერ ხედავო შენ კი წრიალებ და გვიშლი მეცადინეობაზე ხელს და მომგიდა ხელი და გამაგდო გაგვეთილიდან თურმე იმ ჩემა თანაკლასელმა ჩემი ლექსი მოიპარა და დაიკითხა ვითომ იცის თარგმანი იყო მე ვერც მეხვდი მესმოდა ეს სიტყვები მაგრამ იცი რა ვერ გავითავისე მეგონა რომ ზუსტად ჩემნაირი გამოუვიდა თარგმანი თორემ მის სულ არ მიფიქრია რომ მოიპარავდა ამ ლექსს მაგრამ დიდი დასვენება რო იყო უწუთიანი დასვენება გასცეს თანაკლასელებმა რომ შენი ლექსი მოიპარა და ის წაიკითხავო რა თქმა უნდა იმან ფრიადი შეფასებას დაიმსახურა მასწავლებლის ქებას დაიმსახურა მე კიდევ ყინვაში გარეთ ყურყუტებდი მე სხვა რა უნდა გამეკეთებია მაგრამ ის კი ვქენი ვიმარჯვე და მუშტი კრივში გამოვიწვიე და მუშტი კრივში დავამარცხე იმდენად ვიყავი აგზნებული და აღშფოთებული ხელიც ვერ გააქანა ნუ ასე რომ მუშტი კრივში გავიმარჯვე თითქოს ჩავთვალე რომ ეს არის რაღაც ცხოვრებისეული ცხოვრების გზაზე ალბათ მელოდა რაღაცა ეს ნიშანი იყო იმისა რომ მელოდა შეხლა შემოხლა ჭიდილი ბრძოლა იმისათვის რომ ფონს გავსულიყავი ადვილი არ იყო პოეტის სახელი დაგემკვიდრებინა შემდეგ უკვე სურვილი გამეჩნდა ლექსებიც მეწერა პირველი ლექსი გაზაფხულზე დავწერე ძალიან პრიმიტიული ლექსი გაზაფხული მოვიდა აყვავილდა მინდორი შეიფოთლა ხეები ახოვანი დიდრონი და რაღაც ამის მსგავსი ბოლომდე გაზაფხული მოვიდა რაღაც აი ესეთი იმის მერე უკვე ვწერე გამეხსნა რა წერის იშტა შეიძლება ითქვას და ვწერე იქიდან მოყოლებული უკვე 80 წლის ვარ მაქვს ესე იგი 9 ლექსების კრებული და 11 მონოგრაფია სულ 20-მდე წიგნი მაქვს გამოცემული ამ პერიოდში ფიქრობ რომ თემები ჭარბობს თქვენს შემოქმედებაში ძირითადად აი ჩემს შემოქმედებაში სამშობლოს თემა ყოველდღიური ტკივილი სიხარული განცდები, ემოციები, ყოველდღიურობა, ცხოვრების ყოველდღიურობა ჭარბობს. რო გითხრათ, რომ აი სიყვარულზე რაღაც განსაკუთრებული ბევრი ლექსი მაქვს გუშინ, ჩემი ქალიშვილი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება პოეტი ქალი წერდე და სიყვარულზე ლექსები არ ქონდესო.
ნუ სიყვარული რაღაცა მე მგონი უფრო ისეთი რაღაცა შენს თავთან უნდა შეინახო გაუმხელელი გრძნობა სამყაროსათვის არა რაღაც ერთეულმა უნდა იცოდეს შენი სიყვარული შესახებ ერთმა ადამიანმა და არა ყველამ აღა მშობლები რომ მიყვარს და შვილი და მეგობრები და გარემო ეს ხო ამბავია და ჩემი ქალაქი განსაკუთრებულად ჩემი ბათუმი რომლის გარშე სიცოცხლეც ვერ მომიდგენია მაგრამ აი კონკრეტულ საყვარელ ადამიანზე ლაბარაკი ლექსში ჩემთვის არ არის ესეთი არც მისაღები და არც სურვილი გამჩენია მისათვის აი ეს არის ჩემი ბოლო კრებული გიახლოვდებით საომაღალო ეს ბოლო კრებულია ჩემი განსაკუთრებულად მიყვარს ეს კრებული და საერთოდ ასეა ბოლო კრებული ყოველთვის უყვარს ავტორს რატომღაც ახლა ამის მერე რომ გამოვა ალბათ კრებული თუ მოვესწრები ამას ალბათ ის შემიყვარდება ყველაზე უფრო იმიტომ რომ უახლოესი განცდებია უახლოესი პერიოდის განცდებია მასში თავმოყრილი და ალბათ ამიტომაც უფრო ადვილად დასამახსოვრებელი ადვილად აღსაქმელია ეს გიგითხავთ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ცხელ ლექსებს დიდხანს მელოდა ჩემი ზამთარი მეც შესახვედრად მოვისწრაფოდი ბევრჯერ აკვნესა ბნელში დამთარი და მასმენინა სევდის აკორდი მელოდებოდა ძალიან დიდხანს აპრილის თვეშიც ზაფხულის ხვატშიც დღეებს კენკავდა სულ მისხალ რომ კანცმილეულ წამეგო მათში ახლაც არ მტოვებს მეფობს დუმილი რაღაცას ჩუმად ხატავს მოლბერტზე არ მომწონს მისი მუქი ფერები გზნობ ესესა უნდა მოუბეზრდე თეთრო აფთარო უნდა მოურიგდეთ არ მსურს ჩემს ეზოს გადაათოვო უნდა დაგისყლდე ჩემო თოლიგე სუსტთან მარტოკა უნდა დაგტოვო ახლა ზეცაა ჩემი აკვანი ჩიტებს მოუხმობ მეგზურ თანმხლებად ბარგი არა მაქვს გადასატანი ცის აღსავალთან დედაც დამხვდება ბედმა მარგუნა მეულო შენი გზით ამოვიჩემეთ ჩვენ ერთმანეთი ჩემო ზამთარო აბა შენიცი გამჭვირვალეა ცა პერგამენტი დიდხანს მელოდა ჩემი ზამთარი შენ ბიბლიურო მოსევ უძღვნის ვიად გამსახურდიას ხსოვნას წმინდანის საკურთხევლად მოდის ბრძანება ციდან კურთხევა კაცის ხელით რაში ჭირდება წმიდანს წმიდაო ზვიად ბრძენო შენ ბიბლიურო მოსევ უფალმა ხსნის გზა განდო ბისონით შეიმოსე ეს მე რამდენე მარტი უამინდობას მისდევს ბარაბა მეორდება არ მეორდება მოსე ჩაკეტილია ხსნის გზა რადგან გზა ერგო არ ჯალთ კაცი რომ აღარ გაცობს მიტომ ვერ მიწოდა ხანჯალს თქვათ განმეორდი მაგრამ აქ ორეულიც არ ჩანს მერაბსაც სადღავს დიოთ ეს მაგიჟებს და მტანჯავს რომ უფლის გვერდით ზიხართ იმედის სხივით ანმდევს ცა გამჭვირვალეც არის ერთად გვიჩვენებს ტანდემთ რომ ყველაფერი იცით რას გვალოდინებთ ამდენს მაგრამ ვაიმე რომ ამინც უამინდობაც მოსდევს ბარაბა ყველგან გდია არ მეორდება მოსე თავარი რა არიცი საღდენი კონდეს დედამიწა მაღლა ცასახედავ რა გინდა ამაზე დიდი ამ ხელა სამყარო შენია ბავშვობიდან ვეგრძნობდი ამას რომ მთელი სამყარო ჩემი იყო მე ვიყავი ყველაფერი ამ სამყაროში ასეა თითოეული ინდივიდი მაგრამ უნდა ეს დაიჯეროს მე მჯეროდა მისი და ახლაც მჯერა მთელი სამყარო ჩემია ვინ დამიშლის გინდა ზღვაში ვიბანავებ გინდა გავისეირნე ბულვარში გინდა ცასავ ხედავ გინდა ფეხში შველი გავივლი ჩემს მიწაზე ასე რომ მთელი სამყარო ჩემია მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ბრძანდები ბედნიერი ვარ ნამდვილად ბედნიერი ვარ ამაზე დიდი ბედნიერება რა არის
ღმერთი შევიცანი, ღმერთი შევიყვარე, ვიგრძენი რომ ღმერთმაც შემიყვარა. ამაზე დიდი ბედნიერება შეიძლება მოიპოვო. ფეხში შველაა ჩემი ბავშვობა. არ იცის რა, დილა და ფარჩა. მომენატრება, მაგრამ ამაოდ, მას ჭაში ძინავს, ჭის წარსულში დარჩა. ჭის ფსკერიდანაც ელტოდა ზეცას და ვარსკვლავებსაც სულში იფენდა. ბეთ შეურიგდა, როცა აუწყეს რომ ცის ქვეშეთში მარტო იფრენდა. მოვლენებული იყო დროებით ვითარ ზეული მხოლოდ ომისთვის. ის ფეხში შველა დარჩა ჭის ფსკერზე და გაიწირა მარტოობისთვის. კანკალებდა და აცახცახებდა. მის შორი ახლოს მუდამ ციოდა, ამოისუნთქა, როცა ირწმუნა რომ ვარსკვლავებით ჭაში ცვიოდა. ჭაკამკამა სარკე ვარსკვლავთა, ბავშვობაც იქ თვლემს, ღამეს ათენებს, სიზმრებში ხედავ ჭიამაიებს, ჭრიჭინობლებს და ციცინათელებს. ფეხში შველაა ჩემი ბავშვობა. არ გამიღვიძოთ, იძინოს ჭაში, წვეტიან ქვებზე ბევრი ირბინა. ახლა ძილბურანს უსინჯავს ჭაშნიკს, ფეხში შველაა ჩემი ბავშვობა. ამირან ხაბაზის ხსოვნას მოდიოდი, ჩანდი, ქუხდი, ღამეს თეთრად ათენებდი. პოეზია შეუსიე ხინოს ციცინათელები, გვარის 10 მელექსეთი, დაიფყარი მემლექეთი. არასოდეს დაგიხრია მელექსეთა შორის ქედი, გზები გაიუცხოვერე ცრუ და იაფ მასკარადის, მიაბიჯებ ტბელის გვერდით ანთებული მაშხალათი, ცასკბენს შენი ელვარება, შენ ხომ ლექსთან ათენებდი. პოეზიას შეუსიე ხინოს ციცინათელები. დიდი დიალოგისა და ბჭობის შემდეგ იქნება ლექსი, იქნება შემოქმედება, იწერება წიგნი. ასე გავხდი 9 პოეტური კრებულის ავტორი და დანარჩენი 20-მდე წიგნის ავტორი ვარ, დანარჩენი მონოგრაფიული ხასიათისაა. წერ ჩემთვის მისაღებს ძალიან საყვარელ ადამიანებზე ამ მონოგრაფიებს. ამით მეც ჩემი სულის მოთხოვნილებას ვავსებ, ვაგმაყოფილებ და მეგობრებსაც სიამოვნებას ვანიჭებ ჩემს ახლო გარემოს. და რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი? ბათუმი? ეს მაინტერესებს. რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი? ყველაფერია ჩემთვის. ადგილის დედაცა უკვე. სოფელში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ 17 წლიდან მოყოლებული, 80 წლის ვარ, ანუ 63 წელია ბათუმში ცხოვრობ. ამიტომ ბათუმი ჩემთვის მშობლიური ქალაქიცაა, ადგილის დედაცა, სხვაცა, მსოფლიოში გადასახედი ფანჯარაა. ბრძენი გალაქტიონი ბრძანებდა, ბათუმი ჩემი ქვეყნის ფანჯარა, აღმოსავლეთით და დასავლეთით. ყველა კუთხეში გადასახედია ჩემთვის ბათუმი. მთებსაც აქედან უყურებ, სხვასაც აქედან უყურებ, სამყაროსაც აქედან ვიჭერებ. აი ესაა ჩემთვის ბათუმი. და ბოლოს რას დამაბარებდით თქვენს მკითხველთან? მკითხველთან მინდა დაგაბაროთ, რომ გულწრფელი ვარ მათთან. გულწრფელი ვარ, რასაც ვამბობ, არ ვიგონებ ტყუილი სიტყვა არ გამიპარებია ლექსში. მე ლექსში ურაცხყოფას არ მივაყენებ. აი მე ამას გაგატანდით მკითხველთან, ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას, ჩემს სიყვარულს, რა თქმა უნდა, ჩემს მადლიერებას. არ არის უბრალო საქმე, ყავდეს მკითხველი, ჯანსაღი მკითხველი, რა თქმა უნდა. მკითხველიც გააჩნია და არის მკითხველიც და გადამკითხველიცო, გენიალური პოეტი ამბობდა. იმ გადამკითხველსაც პატივისცემს სხვათა შორის. ხომ უნდა რომ რაღაცა აღმოაჩინოს, თუ ვერ აღმოაჩინა მე რა ახლა მიწისქვეშ ოქროს მადანია და ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ მე ვარ ოქროს მფლობელი, აგერ ბიბლიოთეკა მაქვს სახლში, ოქროა ჩემთვის ეს. ახალგაზრდა ეს საუკუნე. რაღაც სულ 20-ის გახდა ახლახან. ერთი ნატრა მაქვს ცნობის მოყვარეს. 80 წლისა ნეტავ მანახვა. მაშინ მე მისი ძველი ხიზანი მიუკაკუნებ 150-ს. არ გაგეცინო ჩემო მკითხველო, სიცილ ხარხარში მხოლოდ რო გამყავს. ახალგაზრდა ეს საუკუნე, მე გავუსწარი უკვე 60-ით.
ხრევი თვით კოკა დამაქვს ეპოქა და ესესა 80-ს გამოვცდი და კოკასავით იმსხვრება წლები წყალით დაღმართში ჩაედინება და თუ არ დავსვი დროზე წერტილი გრძნობ ჩემს მკითხველებს ჩაეცინებაც აი წერტილიც ძახილის ნიშნით მკითხვის ნიშანს კი ჩემთვის ვიტოვებ ფრთებ გაშლილია წელი 80 ისე აცივდა გონი ითოვებს